მოგესალმებით. რეალურად ხედავთ, როგორ იძაბება მდგომარეობა მასთან დაკავშირებით, რომ საოკუპაციო ზოლის გადმოწევა ხდება და მე ამ თემაზე არაერთხელ გამომიტყვია ჩემი მოსაზრება. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ მე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, მაინც მიმაჩნია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თავის დროზე უნდა შეემუშავებინა და შემდგომში მთავრობის წევრებისთვის განსახილველად და დასადასტურებლად შეემუშავებინა გენერალური გეგმა რუსეთთან ურთიერთობის თაობაზე. და არა მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის თაობაზე, არამედ სტრატეგიას ვერ ვხედავ მე სიმართლე რომ გითხრათ საგარეო ურთიერთობების მუშაობის კუთხით. ამ გენერალურ გეგმაში უნდა ყოფილიყო გათვლილი აბსოლუტურად ყველა დეტალი, მათ შორის ის მოსალოდნელი პროვოკაციული მოქმედებები, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონოდა. რატომ? იმიტომ რომ შემდგომში არ ყოფილიყო ისეთი სიტუაცია, სადაც სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება იქნებოდა საჭირო პოსტფაქტუმ საკითხებზე. ამიტომ ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ ვარ საგარეო საქმეთა ურთიერთობებში სპეციალისტი, ვფიქრობ, რომ თავის დროზე ძალიან ღრმა სამუშაო ჩატარებულიყო სტრატეგიულ პარტნიორებთან ამ საკითხთან დაკავშირებით პრევენციულად, ან თუნდაც პირველივე ცდელობის დროს საზღვრის საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შესაძლებელია, დღეს ეს სურათი არ ყოფილიყო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველა მიმართულებით არის საჭირო მუშაობა, რომ ეს პროცესი შეჩერდეს როგორც მინიმუმ და როგორც მაქსიმუმ ბოლოს და ბოლოს გავარკვიოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რა სამომავლო გეგმები აქვთ კიდე, ან ყოველ შემთხვევაში ახლა მაინც უნდა დაიწყოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობა იმის გარკვევის და პრევენციული ღონისძიებების დასახვის მიზნით, იმიტომ რომ ხვალზე კიდევ შეიძლება რაღაც მოუვიდეს თავში კონკრეტულად რუსეთის ხელმძღვანელობას. მე ვერ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, ვინაიდან არ ვიცი დეტალები იმ შეხვედრის, რომელიც მიმდინარეობს პერიოდულად კარასინსა და აბასიძის შორის. შესაძლებელია იქ უფრო მეტი მიგვეღო ცუდი ეს შეხვედრები რო არ ყოფილიყო, ან შესაძლებელია რაღაც სხვანაირად გავითარებულ მოვლენა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ დეტალებზე ჯობია თვითონ აბაშიძეს კითხოთ, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ მოგეხსენებათ, რომ როგორც წესი, ყველა დეტალი ასეთი შეხვედრის პრესაში არ გამოდის ხოლმე. მესმის აბსოლუტურად, რასაც მე წავიკითხე, რასაც კარასინი წერდა ამ საკითხთან დაკავშირებით და რა განცხადებაც გააკეთა, მე ვფიქრობ, რომ ისტერია უფრო რუსეთის მხრიდან ამ შემთხვევაში საქართველოს ძალიან ჯანსაღი პოზიცია აქვს და განგაშია გატეხილი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ჯობია თვითონ რუსეთმაც გაარკვიოს საერთოდ რა უნდა. იმიტომ რომ როგორც ჩანს, ნელ-ნელა იკვეთება, რომ ყველაზე ისეთი სასურველი ხელისუფლება მისთვის საქართველოში იყო ერთიანაცეო მოძრაობა, ვინაიდან ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს მიშა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში რუსეთი. ფაქტობრივად თქვენ იცით, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იყო მცდელობები ურთიერთობის ნორმალიზებისკენ, რაღაც ნაბიჯებიც გადაიდგა ახალი ხელისუფლების მხრიდან, მიუხედავად იმ კრიტიკისა, რომელიც დაატყდა თავს თვითონ საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, მაინც მზად ყოფნა განაცხადა ახალმა ხელისუფლებამ კონკრეტულად რაღაც საკითხების მოგვარებისა და გარკვევის და განხილვისთვის. ამ ფონზე, როდესაც თითქოსდე იყო დასტური, რეალურად თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობდა საოკუპაციო ზოლის გადმოწევა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჯობია თანმიმდევრობაში ასევე თვითონ რუსეთიც ჩამოყალიბდეს და ისეთი შთაბეჭდილება მექნება, რომ მაინც და მაინც არ აწყობდათ მათ ხელისუფლების შეცვლა საქართველოში, იმიტომ რომ სხვანაირად ძალიან კომფორტულად ზნუნდნენ თავს
ერთიც და მეორეც. ერთმა ტერიტორიები დაკარგა, მეორე ტერიტორიები მიითვისა და ორივე ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდა და არც ისტერია იყო, არაფერი არ იყო, საერთოდ სიჩუმე იყო ამ თემასთან დაკავშირებით. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე მაინც მგონია, რომ ახალ ხელისუფლებას და განსაკუთრებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დროული პრევენციელი ღონისძიებები რომ განეხორციელებინა და ესახა გენერალური გეგმა ურთიერთობების და შესაძლო პროვოკაციული მოქმედებების დროს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის თაობაზე გაცილებით ნაკლები პრობლემა გვექნებოდა ამ კუთხით. მე ესე ვფიქრობ, შეიძლება ვცდები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვარ საგარეო საქმეთა სპეციალისტი, ამას ვსაუბრობ როგორც ადამიანი, რომელიც აკვირდება იმ მოვლენებს, რომელიც დღეს არის საქართველოში. რუსეთი არის ძალიან დიდი, ამიტომ და ძალიან ბევრი საკითხი განიხილება საერთოდ რუსეთთან მიმართებაში დაწყებული აი ამ საოკუპაციო ზოლის გადმოწევით დამთავრებული, თუნდაც ჩვენი თანამემამულეებით, რომლებიც ძალიან დიდი რაოდენობით არიან რუსეთში, მათი უფლებების დაცვით, ასე რომ შესაძლებელია რაღაც ნაწილში ხელისუფლება მიიჩნევს, რომ წარმატებულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რაღაც ნაწილში ხედავთ სახეზეა ის პრობლემები, რა პრობლემებიც წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ამიტომ ბუნებრივია ვერ იტყვი, რომ ყველა ასპექტში ძალიან კარგად მიმდინარეობს ურთიერთობები. ამავდროულად ურთიერთობები კარგად ვერ იქნება, მანამ სანამ მათ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია აქვს მოხდენა, ან ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ამიტომ მე ვფიქრობ, ზუსტად ამ გენერალურ გეგმაზე იმიტომ საუბრობდი, რომ იქ ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი სტრატეგიულად წლების განმავლობაში, თუ როგორი თანმიმდევრული პოლიტიკით შევძლებთ ჩვენ რომ დავიბრუნოთ ის ოკუპირებული ტერიტორიები. თანმიმდევრული პოლიტიკით ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი. და თქვენ თვლით, რომ ნაციონალურ მოძრაობას თანმიმდევრული პოლიტიკა ჰქონდა? დიახ, რა თქმა უნდა, იმ ჩააბარა ის ტერიტორიები და აღარც მოუკითხი არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. იცით რა არის, უმოქმედობას არ მოაქვს არასდროს ნორმალური შედეგი. მოქმედებას, ანალიზს და გეგმას, მიზანმიმართულ გეგმას ყოველთვის რაღაც შედეგი მოაქვს. ამიტომ მე ყოველთვის მომხრევარ მოქმედებების. უმოქმედობა სისხლის სამართალშიც ისჯება, იცით თქვენ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ მოქმედებაა საჭირო, მაგრამ მოქმედება კარგად გააზრებული, კარგად გაანალიზებული, აბსოლუტურად ყველა საფრთხე აწონილი და პრევენციულად ყველაფერი გათვლილი. რომ არ მივიღოთ უფრო მეტი პრობლემა, ვიდრე გვაქვს. იქნებ სხვა თემაზე გადავიდეთ, იმიტომ რომ მოგახსენეთ საგარეო სპეციალისტი არ ვარ. დიახ. ობამა არ შეხვდა მას ისე რომ მიიწვია და შეხვდა. თქვენიც ჩვენი პრეზიდენტის ხასიათი რომ როდესაც სურს ვინმესთან შეხვედრა, გამონახავს ხოლმე 2 წუთს ადმე რომ შეხვდეს და შემდგომში მოხდეს ამისპიარი. ბუნებრივია, მოხდა შეხვედრა, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი ჩაესულია კაიროში სამუშაოდ. და რეალურად ალბათ გადაიკვეთდნენ. ახლა როგორც წამსვლელ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. მაგრამ ალბათ თქვენ თვითონ ხედავთ ურთიერთობების პარალელებს და აღნიშნავთ, რომ ბუშის ადმინისტრაცია უფრო კარგად ეკონტაქტებოდა სააკაშვილს და ახლა დიპლომატიურად თუ სადმე შემთხვევით გადაკვეთილს ან თხოვნით 2 წუთით შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ აბა კარგად ბრძანდებოდეთ და იქნებ გამონახოთ თქვენი თავი სადმე. მე მგონი აქ დიპლომატიურ ენაში ბევრი რამეა ნათქვამი, ხო? ყოველ შემთხვევაში ბუში რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ალბათ სხვანაირი გაცილება მოხდებოდა მიხეილ სააკაშვილის თანამდებობით, თუ მოხდებოდა საერთოდ. უფრო პომპეზური. ამიტომ მე ასეთ შეხვედრებს სერიოზულად ვერ ვუყურებ
იმიტომ რომ რეალურად თქვენ იცით ახლა მიშა სააკაშვილი პიარის სპეციალისტია. დიახ, რა თქმა უნდა. კარგია რომ შეხვედრა შედგა, ახლა ამას მნიშვნელობაზე შეგვიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ მეორეა ახლა როგორ შეხვდები, რა ფორმატში შეხვდები, რამდენი წუთი გელაპარაკება, რამდენი წუთი ელაპარაკი, რაზე ელაპარაკები საერთოდ. რაღა მაინც და მაინც მხოლოდ ამ საგარეო მართლა მიშა სააკაშვილის შეხვედრა ობამასთან მნიშვნელოვანია ძალიან. მე იცით რა არის, აი მე მართლა ამ შეხვედრას შევაფასებ ძალიან მნიშვნელოვანს, რომ ყოფილიყო ოფიციალური მიწვევა ობამას მხრიდან მიშა სააკაშვილის, ან თუნდაც მიშა სააკაშვილის სამუშაო ვიზიტის დროს მისი მოპატიჟება დაუშვა თეთრ სახლში და შეხვედრა ან აუდიენცია. ამ შეხვედრას კი ბატონო შევაფასებდი, რომ რაღაც ნაბიჯი გადაიდგა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის მიმართ ახლა. გაეროში სამუშაო ვიზიტით, იქ რომ ახლა მთელი ლობისტური ორგანიზაციები, ყველა ვისაც მიშა სააკაშვილი იცნობს, სენატორებიდან და კონგრესმენებიდან დაწყებული, ყველა როს თხოვდა, რომ იქნებ ერთი წუთით გადაეკვეთო, მიდის კაცი. დამშვიდობება უნდა, მე მგონი ეტიკეტის და დილობის ამბავია და შეხვდებოდნენ და გააცილებდნენ. ამიტომ ახლა იცით რა მე მაინც ფიქრობ, რომ მიშა სააკაშვილი უფრო გააღრმავებს ახლა საკუთარ პერსონაზე და ყურადღებას თუ რა დემოკრატიის შუქურა იყო და რა საფრთხეშია დღეს საქართველო მისი წასვლით და იმით რომ გაურკვეველი ძალები რჩებიან ხელისუფლებაში. ამიტომ ვნახოთ თუ მას საკუთარი ქვეყანა უყვარს წასვლისას მაინც არ უნდა შეუქმნას პრობლემები. მაგრამ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში მოქმედებს შაპოკლაკის პრინციპით, რომ რაც შეიძლება მეტი ცუდი გააკეთოს, რომ დაამახსოვრდეს. ამიტომ არ გამოუყენებია თუნდაც სტრასბურგის ტრიბუნა, თუნდაც იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, ან სხვა საერთაშორისო ვიზიტების დროს არ გამოუყენებია ტრიბუნა საკუთარი ქვეყნის, თუნდაც ახალი ხელისუფლების გასალანძღად. ახალი არ არის ეს, ამიტომ მე დარწმუნებულიო, რომ მიშა სააკაშვილი სადაც მიეცემა შესაძლებლობა, კარგს არაფერს არ იტყვის ახალ ხელისუფლებაზე, მას შემდეგაც, როცა არ იქნება პრეზიდენტი. ეს არის მისი სტილი. მას შემდეგ რაც მოქალაქეთა კავშირში იყო, ზუსტად ამ სტილით მოქმედებდა და მუშაობდა, ესე გახდა პრეზიდენტი და ალსა გააგრძელებს.